პეტიციაც თქვენი სტუდენტების სახელით ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც გაგაწერით უნივერსიტეტში. თან ახლავს ჩვენი მიმართვაც ბატონ მინისტრს, გულისხმიერად ვთხოვთ, ამას ეხლა ჩვენ შევიდათ, აი ამ წუთას და დავტოვებთ განათლების სამინისტროს კანცელარიაში. რომელშიც ასახული არის ის ხარვეზები, რომელიც მონიტორინგის საბჭომ არა, არის ეს ხარვეზები, არის გამოსვლები. შენ საღამოთი მქონდა საქმიანი, საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა მინისტრთან. ყველას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია უნივერსიტეტთან დაკავშირებით. მივაწოდოთ ინფორმაცია რომ ხარვეზები, გრადები, რომელიც ჩვენს გაისმოდა არ არის სწორი. სამწუხაროდ მასმედიების არ ხდება გადავწყვეტა. როგორც ჩანს ეს გარკვეულწილად კომუნიკაციის პრობლემა. მინისტრი დამკვიდრა სრულ ხარდაჭერას, როგორც შედავთ, მინისტრი ასევე დამკვიდრა სრულ ხარდაჭერას სტუდენტებს ავტორიზაციის აღდგენის საქმეში. ეს ეხება მომდალები შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე და იმჯერა მინისტრის რომ ის შეძლებს და უნივერსიტეტს ამოქმედება იმედი მაქვს, ასეთი აქციები ჩვენ აღარ დაგჭირდება, იმიტომ რომ დასკვნა იქნება პატივად ცნობილი და ჩვენ ავტორიზაცია დაგვიბრუნდება. ძალიან მადლობას ვიტყვით პირველში ყველა სტუდენტს, რომელმაც ჩვენი ტკივილი გაიზიარეს. და შეხვედრისას მხოლოდ ისღაც აღჩენია თავისი სიტყვა შეასრულოთ. მხოლოდ ეს მოთხოვნა გვაქვს უკვე, რომ ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ცნობა იქნეს გაპატილებული. რაღა თავიდან ახლა აი ეს სხვა რა. გადახედავს ჩვენს მიერ მოტანილ პეტიციას და დასკვნა იქნება მისი გამოტანილი დასკვნა იქნება უოტკოპიტი ჩვენ არ ვაპირებთ დანერებას და ორჩაბათიდან ვაგრძელებთ იმ შემთხვევაში კიდევ დასკვნა უოტკოპიტი ქართულ მასშტაბიან მიტინგებს ჩვენ არ შევეგვერდით ჩვენი ოპერებების დაგვრას და მოვითხოვთ ისევ იგივეს რომ ბათილად იყოს ცნობილი ან გაუქმდეს ავტორიზაციის საბჭოს მიერ გამოტანილი არასამართლიანი ვერდიქტი ჩვენს წინააღმდეგ, რომლის მიზნითაც აგრარულ უნივერსიტეტს გაუქმდა ავტორიზაცია.